არის თუ არა ალეკო ელისაშვილი გახარიას და ლელოს ალიანსის მაქსიმუმი. არსებული ინფორმაციით ის მისი ახალი როლი თბილისის მერობის კანდიდატობა იქნება. დადასტურდება თუ არა ეს ცნობა მმართველი გუნდის შეფასებით არაფერს შეცვლის. ოპოზიცია მარცხისთვის არის განძირული. მეგინ არსავიძეა პირდაპირ ეთერში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც ირკვევა, ლელო გახარიას ურეიტინგო ერთობას, ფანტაზია და რესურსი მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრინციპობაზე ააგონ. თუ არსებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ეს ორი პოლიტიკური ძალა, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას საბოლოოდ ელისაშვილის კანდიდატურით დაიმძიმებს. როგორც ირკვევა, ლელომ და გახარიას პარტიამ სიჭინავა კუპრაძის დონეზე გაფორმებული ეგრეთ წოდებული ერთობის დოკუმენტი არ იკმარეს და თბილისის მერობის კანდიდატად ელისაშვილის წარდგენას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ უპრინციპობის სინონიმის ელისაშვილის კანდიდატურით სურთ, ისედაც რეიტინგის დეფიციტის მქონეებს ქართული ოცნების წინააღმდეგ გამარჯვება. სერიოზული კანდიდატია. ესე დასაფიქრებელი კანდიდატია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან კარგად იცის ყველამ, არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის, იმ დანაყოფების წარსული და აწმყო. ასე რომ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს. ეხლა რაც შეეხება იმ ბატალიებს, იმ უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას, რასაც ხედავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან, გადანომრილი ნაცმოძრაობის მხრიდან. ხო, ეს ხო კარგად ვიცით, რომ დივერსიფიცირების სცენარის ნაწილია და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის ნაწილია. ბატონი ალეკო არის ალბათ სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისგებლობის და თუ აპირებენ, რომ იგი იყოს სახე თუნდაც თბილისის არჩევნებში, ეს იქნება ძალიან კიდევ ერთი მკაფიო დანახვება თუ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, თუ რეალურად რა არის ოპოზიციის სახე და შესაძლებლობა და რესურსი. ამიტომ მე მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენთვის ბევრად მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა. კოლექტიური ნაცმოძრაობის განაყოფებს აკრიტიკებენ ორიგინალი ნაცმოძრაობიდან, იმ განაყოფიდან, რომელსაც უცხოელმა პატრონებმა ლელოსგან და გახარიას პარტიისგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა დაავალეს. მათ ამ შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. კიდევ უფრო დაიმძიმებს თუ არა საკუთარ მდგომარეობას ორი პარტია ელისაშვილის კანდიდატურით, ეს მმართველი გუნდის შეფასებით არაფერს შეცვლის. გახარიას და ხაზარაძე ჯაფარიძის რეპუტაციის გათვალისწინებით, ამ პარტიებს არჩევნებზე გამარჯვების შანსი ისედაც არ აქვთ. ვინ უნდა იყოს გახარიას და ხაზარაძის კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ. შეგახსენებთ, ვისთან გვაქვს საქმე? მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლო განაჩენით არის აღებული თაღლითად, რომელმაც ეს განაჩენი გააპროტესტა, წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, 1,5 მილიარდი მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმაც უთხრა, რომ იყო თაღლითი. და იქით დააკისრა $600,000 გადახდა ბიუჯეტში და გადაიხადა. მეორე მხარეს გიორგი გახარია, რომელიც არის უბრალოდ სიტუაციური მატყუარა, რომელიც არაერთხელ ნახეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომ იმისთვის რომ იმ მომენტში გამომძვრალი იყო რაღაც მისთვის უხერხული კითხვიდან, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორეში გადათქვამდა. გვაქვს თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან საქმე. ასე რომ მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი ან იდეა, ან ინიციატივა, რომ ქართული ხალხის მხარდაჭერა დაიმსახუროს. გახარიას პარტიაში ინფორმაციას უარყოფენ. ლელოში კი ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს ორი პოლიტიკური ძალა თბილისელების ნდობის მოპოვებას ეცდება იმ კანდიდატით, რომელმაც გადათქვა ყველაფერი, რაც წარსულში უთქვამს და დადგა ყველას გვერდით, ვინც კი ოდესმე მწვავედ გაუკრიტიკებია. ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობიდან არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ურეიტინგო კანდიდატურების შერჩევით არიან დაკავებულები, ბოიკოტის მომხრე განაყოფები არჩევნების ჩაშლას გეგმავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ფანტაზიისგან დაცლილ პოლიტიკურ ძალებს მათი რესურსი შეახსენა. გადატრიალების გეგმა ხშირად გვინახავს მათგან დასახული და ბოლოს ყველა თავის ლოგიში ტრიალდება. ეს არის მათი ბედიღბალი. როდესაც ქართველი შედგება უცხო ქვეყნის, უცხო ჯგუფის თუ ასე შემდეგ სამსახურში, იმ ადამიანის საქმე წასული. იმას აღარაფერი აღარ უშველს. როდესაც ადამიანი ღალატობს შენ სამშობლოს, შენ ხალხს, ამისი განაჩენი ისტორიულად ყოველთვის გამოქონდა ქართულ ხალხს ამ ხალხის მიმართ. ასე რომ დღეს ეს არის
პლასტი ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ხედავთ ფიზიკურადაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. საქართველოს დროშას რო ხედავენ, იყურებიან სხვა ქვეყნის დროშა აკლდება თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები და არიან სხვა ქვეყნის დროშაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო დაკარგეს და რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში მათი განაჩენი არის, რომ იქნებიან უსამშობლო ღამურები. წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ხალხს ისევ ვერაფერს სთავაზობს რადიკალიზმისა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, თუმცა ურეიტინგო პოლიტიკოსების გარდა.